დაკავება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. რუსმა სამხედროებმა სასულიერო პირი აიყვანეს. მამა დავით დურგლიშვილი ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოსთან დააკავეს. მას ეგრეთ წოდებული საზღვრის კვეთას ედავებიანის. ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ნინო ფისაძეს ჩავთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. ნინო, რას აცხადებენ ოჯახის წევრები და ასევე თვითმხილველები? რა ინფორმაციის მოპოვება შეძელია ამ დროისთვის? დიახ ლიზა, ჩვენ ვესაუბრეთ დაკავებული დეკანოს დავით დურგლიშვილის ოჯახის წევრებს. მათ ოკუპირებული ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია და ოჯახს არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვს. მე უღლემ სასულიერო პირის დაკავების შესახებ თვითმხილველებისგან შეიტყო მამა დავით დურგლიშვილი საკუთარ ყანაში, რომელიც საოკუპაციო ზოლს ესაზღვრება, სამ თანასოფლელთან ერთად იმყოფებოდა. ჩვენ შევძელით თვითმხილველებთან ერთად გასაუბრება. ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს იმყოფებოდნენ ისინი და ბაღში მუშაობდნენ. მამა დავით დურგლიშვილი კი შეეცადა საოკუპაციო ხაზთან მიახლოებას, რა დროსაც ის რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ამ დროს პატრულირებდნენ, ის დააკავეს და ურალის ტიპის მანქანით, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის ცხინვალიდან გადმოვიდა, სასულიერო პირი ჩვენ ინფორმაციით ჯერ რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი უკვე ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში. ჩვენ ახლა სწორედ ნიქოში ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან. ჩემგან ხელმარჯვნივ არის მიწის ფართობი, სადაც სასულიერო პირი თანასოფლელებთან ერთად მუშაობდა. დაახლოებით 100 მეტრის აშორებს რკინის ღობეებს, რომლითაც აქ დაფიქსირებულია ეგრეთ წოდებული საზღვარი. როგორც გითხარით, რუსი სამხედროები აქ პერიოდულად პატრულირებენ და სწორედ აი ამ დროს იქნა დეკანოზი დაკავებული. დამატებითი ინფორმაცია არც ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაში აქვთ. ჩვენ ვესაუბრეთ მათ ეპარქიაში აცხადებენ, რომ ისინი იმედოვნებენ, რომ დღეს სასამართლო პროცესის შემდეგ სასულიერო პირი უკვე შეძლებს დატოვებას ოკუპირებული ცხინვალის. დამიკავშირდნენ ნიქვისთან ერთადაც იყო იქ და სამუშაოებს ყანა გვაქვს იმ ღობის ძირში ჩვენ და თესილი და იქ ვიცი რომ თაგვის წამალი შექონდა ყანაში. სხვა არაფერი არ ვიცი და მიკავშირდნენ ისთან ვინც ეხმარებოდა და მითხრეს რომ ესე წაიყვანესო და ნამდვილად მეტი არაფერი არ ვიცი. მიწის ნაკვეთი აქვს ეგრეთ წოდებული საზღვრის გასწვრივ და იქ მუშაობდა, კერძოდ თაგვის წამალს შექონდა და რა ვიცი ხა ახლოა და რა მოხდა როგორ იყო არ ვიცი იქნა მოხდა მის წაყვანა. ოფიციალური კავშირით არ დაკავშირებიან არავინ. რაც ისე ვიცით რომ იქ არის. თავის მიწაწყალი მოენატრა გავიდა უნდა ვაკოცოყო და გამოსულიყო და დაადგნენ ამ დროს რუსები და წაიყვანეს. ამეთი არაფერი არ მოხდა რა უნდა მოხდარიყო. ბაღში იყო თავის რომ ნაკვეთში ვეღარ თაგვის წამალს ხორბალში. და გაზდებს ყובე საცაუთესია მაგასა გვერდზე. არის გასაძრომები და გავიდა გვერდზე ჩემი წას უნდა ვაკოცო და დაადგნენ მაგ დროს. მეტი არაფერი არ ყოფილა. გვითხრეს 1 საათში გამოვუშვით, მაგრამ რა ველოდე და არ გამოვუშვეს და მეტი არაფერი არ მოხდა. ვერ მოასწრო გამო. ვერ მოვასწრო, მალე დაადგნენ უცებ, დაფიქსირდა და იქ. დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ქართული მხარე ამ კონკრეტული დაკავების და საოკუპაციო ზოლში უკანონო დაკავებების შესახებ უკვე ერგნეთის შეხვედრაზე იმსჯელებს, რომელიც 8 თებერვალს გაიმართება. მადლობა ნინო ფისაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.